თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. დღეს ვისაუბრებთ მომღერალ თამარ ივერზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სატირულ იუმორისტულ გადაცემებში ხშირად იყოს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. აღიარებული ქართველი მომღერალი თამარ ივერი, რომელიც საზოგადოებამ მისი გამონათქვამებით უფრო გაიცნო, ვიდრე მისი ვოკალით, ახალ სკანდალში ეხვევა. ვიდრე მისი ვოკალით თქო, როცა ვამბობ, აქვე დავძენ, რომ ეს რადიო ბლოგი არამც და არამც არ ეძღვნება მის შემოქმედებას, რადგან ის უდაოდ მაღალი კლასის პროფესიონალია, თუმცა რადგინდა. ჯერ იყო და მისი სექსუალობის უიმედე და დემონსტრირება შეეცადა. თერჯოლელი ქმარი მყავს, სასწაულებს აკეთებს ლოგინშიო. ეს რომ მოვისმინე, პირველად მაშინ მივხვდი, რომ ამ ქალბატონს ახლა სჭირდებოდა მხარდაჭერა და ჩვენი გვერდით დგომა, მაგრამ ვინ გაცადა, სულ გაუტია. ახლა შემდეგი ხასიათის პოსტი გაასაჯაროვა. ერთი წუთით წარმოიდგინეთ მარია კალასი რომ ცოცხალი იყოს და Facebook-ის გვერდი ქონოდა. აუ რა დაქალები ვიქნებოდით? ყველა ჩემ სტატუსსაც ხომ გემრიელად დამილაიქებდა. როგორ აკლი ხარ კალას სამყაროს, არა მარტო შენი გენიალური ხმით, არამედ შენი პრინციპულობითაც. თამარ ივერი რომ ცოტა ქარაფშუტაა, ფაქტია. არაერთხელ მინახავს მისი საჯარო გამოსვლები, მაგრამ თლად ასეთი თუ იყო არ ვიცოდი. ახალგაზრდა დედების ემიგრაციაში აკრძალვა რომ მოითხოვა, ხმა რა მომიღია, ვიფიქრე სამაგიეროდ უმცირესობაშია მარტო ამ სისულელესთან და არავინ არ წაიგითხავს თქო, მაგრამ არ ჩერდება. ახლა მარია კალას გადაწვდა. მარია კალასი ცოცხალი რომ იყოს, მაგარი დაქალები ვიქნებოდითო და პოსტებსაც დამილაიქებდაო. ღმერთო, ალბათ თამარი რომ ჭობდა, კი არ იცინოდი, ხარხარებდი. მარია კალასი კი მართლაც პრინციპული ქალი იყო, მაგრამ მომკალი და ასე მგონია სულ ფეხებზე დაიკიდებდა ივერის პოსტებს. ეს ქალი თუ არ გააკავა ვინმემ თავს მოგჭრის, როგორც ერთხელ მოგჭრა იტალიაში და ლასკალამ ოფიციალურად აკრძალა მისი გამოსვლები. ოღონდ ისევ და ისევ მისი ჰომოფობიური განცხადებების გამო და არა ხმის, რომელიც მართლაც საუკეთესო აქვს. მას შემდეგ სასწაული დაემართა. ჯერ იყო და დისკრიმინაციული ენის გამო ბოდიში მოიხადა, ბავშვი იჯდა კომპიუტერთან და იმან დაწერაო, ისე ბავშვს მის ქმარსაც ეძახის რომ იცოდეთ. მერე იყო და საპატიებელი კონცერტი გამართა თბილისში, რომლის შემდეგ უარესი დაპოსტა სუპერ ჰომოფობიური და სულზე მოუსწრო პანდემიამ, რადგან კონტრაქტორებმა ისევ გაუწყვიტეს ხელშეკრულება მისი ენის და არა მისი ხმის გამო. ანუ ქალი ასე ებრძოდეს საკუთარ კარიერას და ჭკუას ვერ სწავლობდეს, მსგავსი არაფერი მსმენია. ერთი შეხედვით ხომ წარმოუდგენელია, რომ ადამიანი იყოს თან ძალიან ნიჭიერი და ამავდროულად ძალიან უინტელექტო. შეხედავ თამარ ივერს და თურმე შესაძლებელია. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.